რუსეთის დაუმარცხებელი საჰაერო თავდაცვა უკვე აღარ ჩანს ისეთი ძლიერი. უკრაინამ იმდენი ხრელი გაუკეთა რუსეთის თავდაცვას, რომ უკვე შეგვიძლია მას შვეიცარიული ხელი უწოდოთ. და ახლა უკრაინა ამ ყველს საუზმეზე ჭამს. ყოველ შემთხვევაში მისი დრონები ჭამენ. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაში ყოველი ხრელი კატასტროფაა პუტინისთვის, რადგან ის უყურებს, როგორ ვერ ახერხებს მისი ქვეყანა უკრაინის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი დრონების შეჩერებას. ახლა უკრაინა ცის მეფეა. ყოველი ახალი ხრელით რუსეთის საჰაერო თავდაცვის პრობლემები მხოლოდ უარესდება. და მხოლოდ 2026 წელმა დაამტკიცა, რამდენად ცუდად მუშაობს რუსეთის თავდაცვა უკრაინის ყველაზე საშიში იარაღის შესაჩერებლად. რუსეთის საჰაერო თავდაცვას ანადგურებენ სწორედ ის იარაღები, რომლებიც მათ უნდა შეეჩერებინათ. 29 ივნისს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა X-ზე გაავრცელეს შოკის მონგრელი სტატისტიკა. 2026 წლის დასაწყისიდან მხოლოდ USF-მა მოახერხა რუსეთის ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის 194 ელემენტზე დართმა. ელემენტები საკმაოდ ბუნდოვანი ტერმინია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის მოიცავს ყველაფერს უშუალოდ საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან, როგორიცაა S-300 და პანცირი, დაწყებული იმ რადარებით, რომლებიც ამ სისტემებს აწვდიან საჭირო ინფორმაციას, შემომავალი საფრთხეების სწორად დასამიზნებლად. ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ თვეში 32-ზე ოდნავ მეტი საჰაერო თავდაცვის ერთეული ნადგურდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ყოველდღიურად ანადგურებს მინიმუმ ერთ რუსულ საჰაერო თავდაცვის ერთეულს. ეს რუსეთისთვის საშინელია. ეს აჩვენებს, რომ დრონები, რომლებიც უკვე ანადგურებენ პუტინის ძალებს, კიდევ უფრო ეფექტურები ხდებიან იმ საჰაერო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ, რომლებიც უნდა ჩამოეგდოთ ისინი ციდან. მხოლოდ ივნისის მონაცემებიც კი საკმაოდ ცუდია და ეს ამტკიცებს, რომ საშუალო მაჩვენებელთან ძალიან შორს არვით. USF-მა მხოლოდ ივნისში მოახერხეს 31 რუსული საჰაერო თავდაცვის ობიექტის განადგურება, რაც მიუთითებს რუსეთის უკანა ხაზებში უფრო ღრმა შეღწევაზე, რომელსაც უზარმაზარი შედეგები აქვს არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მთელი იმ ტერიტორიისთვისაც, რომელიც პუტინის მარიონეტებმა უკრაინაში დაიკავეს. და როგორც ბოლო ლურსმანი რუსული საჰაერო თავდაცვის მითის კუბოში, USF-მა გამოაცხადა, რომ 2025 წლის 11 ივნისიდან მათი ჩამოყალიბების დღიდან განადგურები რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების საერთო რაოდენობა ახლა 276-ს შეადგენს. ეს საინტერესო რიცხვია. თუ 2026 წლის პირველ 6 თვეში განადგურებულ 184-ს გამოვაკლებთ თლიან 260-ს, მივიღებთ 66 მივიღებთ, რომ 2025 წლის მეორე ნახევარში განადგურდა 82 საჰაერო თავდაცვის ელემენტი. ჩვენ გითხარით, რომ უკრაინა აძლიერებს თავის საჰაერო თავდაცვის კამპანიას და ეს არის ამის მტკიცებულება. საჰაერო თავდაცვის ელემენტების რაოდენობა, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 2026 წლის პირველ 6 თვეში, თითქმის 2.4-ჯერ მეტია, ვიდრე იმ რაოდენობა, რაც მათ გაანადგურეს 2025 წლის ბოლო 6 თვეში. და კიდევ ერთი რამ, ეს მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებია. არსებობს სხვა უკრაინული დანაყოფებიც, რომლებიც რუსეთის საჰაერო თავდაცვას ესხმიან თავს, ასე რომ ისიც კი, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაასაჯაროა, არ მოიცავს პუტინის საჰაერო თავდაცვის ყველა პრობლემას. როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს მდგომარეობა იმ შვეიცარიული ყველივით გახრეტილი რუსეთის მრავალფენიანი საჰაერო თავდაცვისთვის? პასუხი მარტივია. მხოლოდ ეს სისტემები არ დაუნგრევია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. საჰაერო თავდაცვის ელემენტები, რომელთა შესახებაც აქამდე ვისაუბრეთ, რუსეთის მთავარი საჰაერო თავდაცვის ქსელის ნაწილი. ჩვენ ვსაუბრობთ S-300-ისა და S-400-ზე, რომლებიც უნდა იცავდნენ ათეულობით კვადრატულ კილომეტრს და რადარის სისტემებზე, რომლებიც პოტენციურად ასეულობით კილომეტრზე უნდა აფიქსირებდნენ საფრთხეს. მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები ანადგურებს არამხოლოდ ამ ყურადღების მიმხრობელ ტექნიკას. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 426 მობილური რადარის სისტემა და 3838 რუსეთის მობილური ელექტრონული ომის, ანუ EWS სისტემა, გახდა უკრაინის დრონების მსხვერპლი. ამ ტიპის სისტემები არ არის განკუთვნილი ძირითადი ობიექტების დასაცავად. ისინი როგორც წესი გამოიყენება საწვავის საცავების, ლის, ლოგისტიკური ჰაბების და მსგავსი მცირე ობიექტებისთვის, რომლებსაც რუსეთი ცდილობს ფრონტის ხაზს მიღმა დამალოს. განსაკუთრებით ელექტრონული ომის სისტემები რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თავდაცვით იარაღად ითვლება, რადგან მათ შეუძლიათ შემომავალი დრონები გზიდან გადაახვიონ GPS სიგნალების ჩახშობით ან სხვა სახის ჩარევით. მაგრამ მათაც კი ეწირება უკრაინის დრონები და თითოეული ასეთი ლოკალური სისტემის განადგურება კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს უკრაინას, რომ ფრონტის ხაზის მიღმა ათეულობით კილომეტრში მნიშვნელოვანი რუსული ობიექტები გაანადგუროს. ეს რუსეთისთვის კოშმარული სცენარია. აქ ჩვენ ხედავთ საჰაერო თავდაცვის ქსელის კოლაფსს, რომელიც თითქოს გაუვალი უნდა ყოფილიყო და ამას თვითონ რუსეთიც აცნობიერებს. მთელი ქვეყანა გრძნობს საჰაერო თავდაცვის მარცხის შედეგებს. ქვეყნის მასშტაბით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე 89 სხვადასხვა რეგიონი ახლა საწვავის დეფიციტის გავლენის ქვეშაა. ეს გამოწვეულია უკრაინის უწყვეტი დართმებით რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც საჰაერო თავდაცვის სისტემებით უნდა იყოს დაცული. და საწვავის სატვირთოებზე თავდასხმებით, რომლებსაც ელექტრონული ომის საშუალებები და ადგილობრივი რადარები ვეღარ იცავენ. უკრაინის ბრწყინვალე სტრატეგიის ყველაზე ნათელ მაგალითს ვიღებთ სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმიდან, რომელიც უკრაინამ 28 ივნისს დაარტყა და 2 დღის განმავლობაში იწოდა, სანამ RBC უკრაინა 29 ივნისს ამ დარტყმაზე იტყობინებოდა.
ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 300 კილომეტრში მდებარეობს და აქვს 5.2 მილიონი ტონის სიმძლავრე, რუსეთის სამხრეთის ფედერალურ ოლქში ნავთობის გადამუშავების დაახლოებით 9%-ს შეადგენს. უკრაინა კვლავაც აგრძელებს ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმებს. აპრილის 27-ს იყო დარტყმა, ასევე მაისის 19-ის და ახლა უკრაინამ ისევ დაარტყმა მას ივნისის 28-ს. ეს უკვე უკრაინისთვის თვიური ტრადიცია ხდება. სლავიანსკის ნავთობის ხოცვა. და რუსეთს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პერიმეტრი იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია იმდენი საჰაერო თავდაცვის სისტემის დაყენება, რომ სხვადასხვა მიმართულებიდან მომავალი უკრაინული დრონების მასას გაუმკლავდეს. ეს არის იმ პრობლემის პატარა მოდელი, რომელსაც ახლა რუსეთი ყველგან აწყდება. ის თავის დაცვას ვერ ახერხებს, რადგან ძალიან დიდია. და უკრაინა კიდევ უფრო ამცირებს იმ მცირედ თავდაცვასაც, რაც რუსეთს აქვს, ყოველ ჯერზე, როცა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალები კიდევ ერთ საჰაერო თავდაცვის ელემენტს გაანადგურებს. რუსეთი მწარე გაკვეთილს იღებს, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მისი ბევრი მოკავშირე სწავლობდა. რუსეთის საჰაერო თავდაცვა უბრალოდ საკმარისად კარგი არ არის. გაიხსენეთ თებერვლის ბოლო და მარტის დასაწყისი. შეიძლება გახსოვდეთ ეს პერიოდი როგორც დრო, როდესაც აშშ-მ დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა ირანის წინააღმდეგ. წლების განმავლობაში ირანი აყალიბებდა საჰაერო თავდაცვის ქსელს, რომელიც ძირითადად შედგებოდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან, ან ამ სისტემების საკუთარი ასლებისა და ჩინეთიდან შეძენილი საჰაერო თავდაცვის საშუალებებისგან. და რა შედეგი გამოიღო ამ მასშტაბურმა ირანულმა თავდაცვის ქსელმა? სრულიად არაფერს მიაღწია. როდესაც აშშ-სა და ისრაელის მიერ ოპერაცია ეპიკური რისხვის დასაწყისში გაშვებულმა უზარმაზარმა რაკეტებისა და ბომბების წვიმამ დაატყდა თავს. როგორც იმ დროს გამოცემა Army Technology აღნიშნავდა, აშშ-მ და ისრაელმა თითქმის მხისიერად მოიპოვეს საჰაერო უპირატესობა ირანზე. აპრილის დასაწყისისთვის აშშ-ში ცენტრალური სარდლობა აცხადებდა, რომ ირანის მთელი საჰაერო თავდაცვის ქსელის დაახლოებით 80% განადგურებული იყო. ქვეყანას მხოლოდ მობილური გამშვები დანადგარები ჰქონდა დარჩენილი, რადგან რუსული S-300-ები და სხვა თავდაცვითი სისტემები გამოუსადეგარი გახდა და შემდეგ განადგურდა. ჩვენ ვნახეთ მსგავსი რამ, თუმცა ბევრად მცირე მასშტაბით, ვენესუელაში. როდესაც აშშ-მ ნიკოლას მადურო დააკავა, ეს მოხდა რუსეთში წარმოებული S-300-ისა და Buk M2-ის საჰაერო თავდაცვითი სისტემების ფონზე. ისევე როგორც მოგვიანებით ირანში, ამ თავდაცვითმა სისტემებმა სრულიად ვერ შეძლეს ამერიკული რაკეტების შეჩერება, რომლებიც კარაკასში შეიჭრნენ და ნიკოლას მადუროს დაკავების საფუძველი შექმნეს. ახლა კი, რასაც უკრაინა რუსეთის საჰაერო თავდაცვას უკეთებს, განსხვავებულია. რუსეთის სისტემები იგივეა, მაგრამ იარაღი, რომლის შეჩერებაც მათ არ გამოსდით, განსხვავებულია. უკრაინა და განსაკუთრებით აშშ-ს ძალები იყენებენ დრონებს რაკეტების ნაცვლად. მაინც ხედავთ მსგავსებებს. რუსეთის საჰაერო თავდაცვა ვერ აჩერებს იმ იარაღს, რომლის შეჩერებაც უნდა შეძლოს. და რადგან უკრაინა უფრო მეტ შორ და საშუალო მანძილზე მოქმედ დარტყმით დრონს აწარმოებს, შეუძლია გამოიყენოს მასობრივი შეტევის სტრატეგია რუსეთის საჰაერო თავდაცვის დასაძლევად, რაც საშუალებას აძლევს დარტყმას როგორც ამ თავდაცვას, ასევე იმ ობიექტებს, რომლებიც მათ უნდა დაიცვან. რაც გარკვეულწილად მოგვაგონებს შოკისა და შიშის კამპანიას, რომელიც ირანში ვიხილეთ. თუმცა რუსეთის მთავარი პრობლემა ეს არის. მისი საჰაერო თავდაცვა უბრალოდ არ არის შექმნილი USF დრონებთან გასამკლავებლად. ეს თავდაცვითი სისტემები შექმნილია რაკეტებთან გასამკლავებლად. ამასაც კი ცუდად ართმევენ თავს, მაგრამ კიდევ უფრო უჭირთ დრონებთან ბრძოლა, რომელთა აღმოჩენა, თვალყურის დევნება და განადგურება მათ რადარებს განსაკუთრებით უჭირთ. ეს მხოლოდ რუსეთის პრობლემა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მისი საჰაერო თავდაცვითი სისტემები შეიძლება მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდეს თანამედროვე დასავლურ სისტემებს ტექნოლოგიური თვალსაზრისით, როგორც რუსული, ისე დასავლური სისტემები შექმნილია თვითმფრინავებისა და რაკეტების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც უფრო დიდია, სწრაფია და ბევრად უფრო მაღლა დაფრინავს, ვიდრე ის დრონები, რომლებსაც უკრაინა იყენებს. დრონი შეიძლება დარჩეს მიწაზე დაფუძნებული რადარის ხილვადობის ხაზის ქვემოთ, მანამ სანამ იმდენად არ მიუახლოვდება, რომ შეძლებს რადარზე ან მასთან დაკავშირებულ სისტემაზე დარტყმის განხორციელებას. მანამდე სანამ რაკეტასაც კი გაუშვებენ. და მოდი ცოტა ხანს ვისაუბროთ ამ საჰაერო თავდაცვის რაკეტებზე. ისინი ძვიადრირებულია, დრონები კი არა. ასე რომ თუ კი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა დრონის თვალყურის დევნებას მაინც მოახერხებს, გარკვეული გათვლების გაკეთება მაინც საჭიროა. ღირს კი რაკეტის გამოყენება, რომელიც შეიძლება ასობით ათასი, ან თუნდაც მილიონობით დოლარი ღირდეს, იმისთვის რომ გაანადგურო დრონი, რომლის ღირებულება ამ თანხის მცირე ნანაწილი. პასუხი იქნებოდა: დიახ, თუ უკრაინა დრონებს მხოლოდ იშვიათად აგზავნიდა, მაგრამ როცა ათეულობით ან ასეულობით დრონის ჯოგია, ბრძოლის ველის გათხრები აღარ ემთხვევა ერთმანეთს. რუსეთისთვის უბრალოდ ძალიან ძვირია თავისი საჰაერო თავდაცვის ქსელის გამოყენება უკრაინის დრონიშტრაინის დრონების შესაჩერებლად. ეს არც ისე მნიშვნელოვანია, როცა ეს სისტემები იქვე იშლება, სადაც დგანან. ასე რომ უკრაინამ რუსეთის საჰაერო თავდაცვა შვეიცარიულ ყველად აქცია. ეს თავდაცვა ჩამოიშალა და ახლა უკრაინა დომინირებს ცაზე ოკუპირებული ტერიტორიების დიდ ნაწილში. ასევე შეუძლია რუსეთში სამიზნეების განმეორებით დარტყმა. მაგრამ რას ნიშნავს ეს ყველაფერი რუსეთისთვის? რატომ ერაკეტებს რუსეთი ვერაფერს ამ პრობლემების მოსაგვარებლად? ამ კითხვებზე პასუხს გაგცემთ მას შემდეგ, რაც შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ასეთი კიდევ ბევრი გვაქვს, ასე რომ გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ შეტყობინების ზარს, თუ ჩვენი არხი თქვენთვის სასარგებლოა.
რუსეთის ეგრეთ წოდებული შვეიცარიული ხველის მსგავსი თავდაცვა პრობლემას წარმოადგენს, რადგან ყოველი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რადარი ან ელექტრონული ბრძოლის მოწყობილობა, რომელსაც აშშ-ს ძალები ანადგურებენ, ქმნის ხვრელს ხელს, რომელსაც სხვა დრონები იყენებენ. თითქოს უკრაინის დრონები კულისებში ელოდებიან, მზად არიან შეტევისთვის, როგორც კი აშშ-ს ძალები გაანადგურებენ ერთადერთ რამეს, რაც მათ შეჩერებას შეძლებდა. ეს სლავიანსკშიც ვიხილეთ. თუმცა იმ შემთხვევაში ობიექტი იმდენად დიდი იყო, რომ ხვრელები უკვე არსებობდა. მაგრამ აშშ-ის ძალებს კიდევ ბევრი ასეთი მაგალითი აქვთ. 27-დან 39 ივნისის პერიოდში აშშ-ის ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რამდენიმე ობიექტი გაანადგურეს, რაც შესაძლებელი გახდა მათი კამპანიის წყალობით რუსეთის საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ. ყირიმში აშშ-ის ძალებმა გაანადგურეს ფანცირ S1-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ასევე ორი რადარი ST-68 და 48 YA6K1 ფოდლიათ. აქ კარგი სინერგია გამოვლინდა. საჰაერო თავდაცვის სისტემები უნდა განადგურებულიყო, რათა უკრაინას კიდევ უფრო მეტი ობიექტის განადგურების საშუალება მისცემოდა. სხვა სამი ზნეები, რომლებიც ამ 3 დღის განადგურების განმავლობაში დაირთხა, იყო საწვავის ვაგონები ყირიმში. ზაპოროჟიეში 412 ნემეზისის ბრიგადამ გაანადგურა 2 რუსული საწვავის ავზი და ობიექტი, რომელსაც რუსეთი საცხებს საფოხი მასალების შესანახად იყენებდა. 414 მაჯარის ფრინველების ბრიგადის მე-3 ბატალიონის ოპერატორებმა იმავე სექტორში სხვა საწვავის ცისტერნა გაანადგურეს. და დრონებმა, რომლებიც რუსეთის ბრიანსკის რეგიონში გაუშვეს, გაანადგურეს მატარებელი, რომელსაც რუსეთი უკრაინის საზღვართან თავისი ჯარების მხარდასაჭერად ირენებდა. გადავიდეთ ხერსონში, სადაც უკრაინის 20 ცალკე უპილოტო სისტემების ბრიგადამ გაანადგურა ნავსადგურის ბუქსი, რომელიც რუსეთის მასიური ლოგისტიკური ქსელის კიდევ ერთი რგოლი იყო. აი რას შესაძლებელს ხდის რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების ამდენი დანაკარგი. ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება ხვრელები. უკრაინა ესრის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც ან უშუალოდ იცავენ იმ ობიექტებს, რომელთა დარტყმა მათ სურს, ან ფარავენ საჰაერო კორიდორებს, სადაც დრონების გაგზავნა აქვს განზრახული. როცა თავდაცვა ჩამოშლილია, გზები იხსნება და უკრაინა დარტყმას ახორციელებს. კლავ და კლავ, ისევ და ისევ. ეს დარტყმები სამფრეში განხორციელდა. 2026 წელს მთლიანობაში ვხედავთ, რომ უკრაინამ მნიშვნელოვნად გააძლიერა როგორც საშუალო, ასევე შორმანძილზე დარტყმის სტრატეგიები და ეს ყველაფერი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩამოშლამ გამოიწვია. ივნისის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ მაისში ფრონტის ხაზიდან 50 კილომეტრზე მიღმა წარმატებული დარტყმების რაოდენობა გააორმაგა აპრილთან შედარებით. ეს გაორმაგება იყო იმ სტაბილური ზრდის ნაწილი, რომელიც 2026 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. 22 ივნისს ომის შესწავლის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მაისის მაჩვენებელს გაუტოლდეს და რუსეთზე 200 საშუალო მანძილის დარტყმა განახორციელოს. იმ დროისთვის, როცა ISW-მ ანგარიში გამოაქვეყნა, უკრაინას ივნისში უკვე 145 დარტყმა ჰქონდა განხორციელებული. ჩვენ ჯერ არ გვაქვს თვის საბოლოო მონაცემები, მაგრამ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს რიცხვი 200-ს გადააჭარბებს. არც ისეა, რომ რუსეთი ღრმა დარტყმების მიმართულებით ბევრად უკეთესად მოქმედებდეს. UNM იუწყება, რომ ივნისში უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე 11 სხვადასხვა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და 8 სამხედრო საწარმოზე მიიტანა იერიში, რომელთაგან რამდენიმე ორჯერ ან მეტჯერ იყო დაზიანებული. ასევე ვიხილეთ, როგორ ესქმის უკრაინა ობიექტებს მოსკოვში და მის შემოგარენში, რომელიც მთელ რუსეთში ყველაზე დაცულ რეგიონად ითვლება. ამისთვის მადლობა შვეიცარიელ ხველს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამოაჭრეს ხვრელები, შემდეგ კი სხვა უკრაინულ დრონებთან ერთად უპილოტო საფრენი აპარატები სწორედ ამ ხვრელებში გაატარეს. რა თქმა უნდა, ყირიმი ამ ყველაფრის ცენტრში. მიუხედავად იმისა, რამდენად შთამბეჭდავია დარტყმები რუსეთისა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იმის უმეტესობა, რასაც ახლა უკრაინის დრონული ძალები აკეთებენ, ემსახურება უფრო ფართო სტრატეგიას, ყირიმის იზოლირებას და უკანონოდ ანექსირებული ნახევარკუნძულის პუტინის კონტროლიდან გამოღწევას. ის, რასაც ახლა უკრაინა უტყამს ყირიმში და მის გარშემო, დიდწილად შესაძლებელი გახდა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებისა და მათი კამპანიის წყალობით რუსეთის საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ. კერჩის სრუტის გადასასვლელი და ბორანები, რომლებიც უკრაინამ იქ გაანადგურა, შესაძლოა სხვაგვარად არ ყოფილიყო დარტყმის ობიექტი. უკრაინის კამპანია საწვავის სატვირთო მანქანების გასანადგურებლად, რომლებიც ყირიმში მიემართებიან, წარმატებულია, იმიტომ რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა იმდენად ხვრელებითაა სავსე, რომ საშუალო რადიუსის დარტყმის დრონებს შეუძლიათ უპრობლემოდ გადაფრინდნენ ოკუპირებული ტერიტორიების დიდ ნაწილზე. ამ ყველაფერს დაუმატეთ ის ფაქტი, რომ ეს საჰაერო თავდაცვა თავიდანვე არასდროს იყო შექმნილი დრონებთან გასამკლავებლად და მიიღებთ კატასტროფის რეცეპტს, რომელიც პირდაპირ ხელში ეჭრება ყირიმის ოკუპანტებს. სევასტოპოლის, ყირიმის ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან უკრაინის დრონები თავს ესხმიან და ნახევარკუნძული საწვავის კრიზისს განიცდის. ეს ყველაფერი თვეების განმავლობაში გროვდებოდა, როცა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალები ანადგურებდნენ რუსეთის საჰაერო თავდაცვას. მაგრამ როგორღაც, რუსეთს კიდევ უფრო დიდი პრობლემები აქვს. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალები ასობით საჰაერო თავდაცვის სისტემას ანადგურებს, ან იმაში, რომ ეს სისტემები საერთოდ არ არის გათვლილი იმაზე, რასაც უკრაინა რუსეთს უგზამის. რუსეთისთვის ბევრად უფრო მძიმე პრობლემა ის არის, რომ მას ვერც კი შეუძლია ეს ხვრელები ამოავსოს. ყოველი ხვრელი, რომელსაც უკრაინა აკეთებს, ან სამუდამოდ რჩება, ან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ამოივსოს, თუ რუსეთი სადმეს ახალ სხვაგან ახალ ხვრელს გააკეთებს.
და ამის მიზეზი ის არის, რომ რუსეთს აღარ შეუძლია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მოპოვება. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი, ანუ SEPA, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას უკიდურესად შესუსტებულად აღწერს 3 ივნისის სტატიაში. მან ყურადღება გაამახვილა უკრაინის დრონების იერიშზე სანქტ-პეტერბურგში, რომელიც სწორედ იმ დღეს მოხდა და აღნიშნა, რომ უკრაინის მინიმუმ 50 დრონი შეძლო მისულიყო, ებრუნა და შემდეგ დაერთხა სხვადასხვა ობიექტებს, მათ შორის რუსულ კორვეტსა და ნავთობის საცავებს. SEPA ამტკიცებს, რომ რუსეთი კვლავაც ზედმეტად ეყრდნობა ელექტრონულ ომს, მაშინ როცა უკრაინას ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონები ჰყავს, რომლებიც ასეთ სისტემებს ადვილად უვლიან გვერდს. ბიუროკრატია და ასევე საჭიროება, რომ შეზღუდული რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები მუდმივად გადაადგილდეს. ისეთივე ცვლილს შეაქვს ამ ხარვეზებში, რასაც უკრაინის დრონები. უკრაინის შეუპოვრობამ და დრონებით შეტევების ეტაპობრივმა ზრდამ გამოავლინა რუსეთის თავდაცვის სისუსტეები, ხოლო რუსეთი ტექნოლოგიურად იმდენად ჩამორჩენილია, რომ ამაზე რეაგირება პრაქტიკულად არ შეუძლია. რუსეთს ვერც კი შეუძლია თავისი არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებით აშენება. ყოველ შემთხვევაში მას არ შეუძლია იმ მასშტაბით აშენება, რომ მიაღწიოს უკრაინის მიერ სისტემებისა და რადარების განადგურების ტემპს. უკრაინის 413-ე უპილოტო სისტემების პოლკის მეთაური, რომელსაც კოდური სახელი ჩარჯერი აქვს, ამბობს, რომ რუსეთი ვერ იღებს იმ მიკროჩიპებს, რომლებიც სჭირდება მის რაკეტებსა და რადარებს. რადგან ეს იშვიათი რესურსია, ძალიან ძვირია და თუნდაც წარმოებელს დოლარების ტომა არ გადაუთ, საჰა გადაუგდონ. საჰაერო თავდაცვის სისტემები უბრალოდ არ გაჩნდება, რადგან მიკროჩიპები არ არის. არ არსებობს მოწყობილობა, სადაც ფულს ჩაატრი და ის მოგცემს მიკროჩიპს, რომელიც ანტისაჰაერო რაკეტას აკონტროლებს, ამბობს ჩარჯერი. რუსეთმა ეს დასავლეთის სანქციების თანდათანობრივ ეფექტს უნდა უმადლოდეს. რუსეთისთვის საჭირო ჩიპების მოპოვება შეუძლებელი არ არის, მაგრამ ეს ჩიპები იშვიათად შეიძლება პირდაპირ შეიძინოს, რის გამოც რუსეთს უწევს მესამე ქვეყნებისთვის ზედმეტი თანხის გადახდა იმ ჩიპებში, რომლებიც უფრო გვიან ჩამოდის, რადგან მათ მთელი მსოფლიოს გარშემო აგზავნიან, რათა რუსეთმა სანქციები აიციოს. ამ პრობლემასთან ერთად უკრაინის დრონების მასშტაბური რაოდენობა იმასაც ნიშნავს, რომ რუსეთს უკვე ელევა საჰაერო თავდაცვის რაკეტები. ამის შესახებ CBS News-მა განაცხადა, რომელმაც 17 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკვე განიცდის S-300-ის გადამთრელი რაკეტების დეფიციტს და ეს დეფიციტი მალე შეიძლება სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებზეც გავრცელდეს. ასე რომ მაშინაც კი როცა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალები ამ სისტემებს დრონებით არ ანადგურებს, ბევრ მათგანს საკმარისი რაკეტაც კი აღარ აქვს, რომ დრონების მასიურ შეტევას გაუმკლავდეს. და როცა ამას რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიას და ოკუპირებული ტერიტორიების დაცვის დამატებით საჭიროებას დაუმატებთ, მიხვდებით რატო უწოდა SIPER-მა რუსეთის საჰაერო თავდაცვის ქსელს სუსტი. ჯერ კიდევ ადრე არ იყო საკმარისი. და ეხლა როცა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა რუსეთის თავდაცვა გაანადგურა, კიდევ უფრო ნაკლები დარჩა. ასე რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა უკვე შვეიცარიულ ხველს დაემსგავსა. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალები რა თქმა უნდა გააგრძელებენ ხვრელების გაჭრას. ეს თვითკმაყოფილების დრო არ არის. 2026 წლის მეორე ნახევარში ჩვენ ბევრად უფრო მეტს ვიხილავთ, ვიდრე წლის პირველ ნახევარში ვნახეთ. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, საჰაერო თავდაცვა, ლოგისტიკა, ჯარის შეკრებები და კიდევ ბევრი სხვა რამ. ეხლა ისია ხელმისაწვდომი როგორც არასდროს. და როცა პუტინი მთელ თავის ძალისხმევას ფრონტის ხაზზე კამპანიაზე ამახვილებს, რომელიც ცუდად მიმდინარეობს, უკრაინა განაგრძობს რუსეთის ზურგის დასუსტებას და დატოვებს მას დაუცველად. რუსეთისკენ კიდევ უფრო დიდი საჰაერო შტორმი-მორმი მოემართება და არც ისაა, რომ რუსეთმა 2026 წელს აქამდე რაიმე მცირე გადაიტანა. უკრაინამ უკვე ატეხა ისეთი მასშტაბური დათმების შტორმი, რომ რუსეთში მზე გადაფარა. ხოლო 2026 წელს 800,000 სამიზნე განადგურდა, რადგან უკრაინა აგრძელებს ბრძოლის ველის გარდაქმნას. გაიგეთ მეტი, ჩვენი ვიდეოს ნახვით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დააჭირეთ გამოწერას და ჩართეთ შეტყობინებების ზარი, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი სხვა ვიდეოები, სადაც ვაშუქებთ რუსეთის დაშლას უკრაინის ხელში. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.